საქართველოს 2015 წლიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა სამოქმედო გეგმა ჟურნალისტებს დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გაცნო. მისი განმარტებით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სახლის ანტენებით სარგებლობენ, აუცილებელი იქნება ეგრეთ წოდებული set-top box-ები. მთავრობამ ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა 7 თებერვალს დაამტკიცა. ციფრული მიწისა და მაუწყებლობაზე გადასვლის რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მოვახდინეთ დღეს ჩვენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. მისი შედეგები უნდა იყოს მედია პლურალიზმი, უნდა იყოს ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ მედია მწარმოებლებს მიეცემათ. ჩვენი გათვლებით საქართველოში აღარასოდეს აღარ უნდა დადგეს იმის პრობლემა, რომ მაუწყებელს სურს გავრცელდეს ღია ეთერით, თუმცა არ არის შესაბამისი საშუალება ან სიხშირული რესურსი. რაც არ გულისხმობს იმას, რომ მაუწყებელს, რომელსაც უნდა ციფრულ ქსელში განთავსება, აუცილებლად უნდა მივიდეს აიღოს სიხშირე, ააგოს ქსელი, დახარჯოს 30 მილიონი და ისე განთავსდეს. მას შეუძლია უბრალოდ გარკვეული ხარჯებზე ორიენტირებული თანხის გადახდის შემთხვევაში თავისუფლად განთავსდეს ღია საეთერო ქსელში და გაავრცელოს მისი მაუწყებლობა.